17 წლის ბიჭის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა. უფლებადამცველის თქმით, ის ჯერ არ შეხვედრია მისტი დაცვის ქვეშ მყოფს და არც კაპანაძის პოზიცია იცის მომხდარზე. დაკავებული კლინიკაში იმყოფება, მან დაპატიმრებისას ხელის თითებზე მიიღო დაზიანება. ბრალი კაპანაძე სავარაუდოდ დღეს უნდა წარუდგინონ. დღეიდან ავტომობილების გადაფორმება დისტანციურადაც იქნება შესაძლებელი. სერვისი ოფიციალურად ამოქმედდა. მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალების გასხვისება მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებით შეეძლებათ. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა დაინტერესებულმა პირმა გაიაროს ავტორიზაცია და მიყვეს ინსტრუქციას, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. იუშენის წამლის შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ამასობაში კიდევ ერთი ბავშვი დავკარგეთ, წერს კახა წიქარიშვილი. მისი ინფორმაციით მოლაპარაკება გაიწელა იმ წამალზე, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ყველა ბავშვზე ვრცელდება. 22 ივლისს ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ დიუშენის სინდრომის მქონე 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა. სანქტ-პეტერბურგში ვალდბერისის საწყობში მასშტაბური ხანძარი და დაკვამლიანება ცეცხლის ჩაქრობას რუსები რამდენიმე საათია უშედეგოდ ცდილობენ. გვიან ღამით უკრაინამ დრონებით მასშტაბური შეტევისას რუსეთის უმსხვილესი კომპანიის ვალდბერისის რამდენიმე ობიექტი დაბომბა.